ხუჩა კვარაცხელია კიდევ ერთი პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდა. იტალიის ქალაქ უდინეში გვიანღამით გამართული ევროპის სუპერთასის დაპირისპირებაში ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ფრანგულმა პარი სენ-ჟერმენმა პენალტების სერიაში ინგლისურ ტოტენჰემს 4-3 სძლია და კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, ვინც საპატიო ჯილდოს დაეუფლა. აღსანიშნავი არის, რომ მიმდინარე სეზონში ეს ხუჩა კვარაცხელიას მეხუთე ტიტულია. იგი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლეგენდარულ ლიონელ ანდრეს მესის ჩამორჩება. მაინც რა შეცვალა ქართველი ფეხბურთელის სპორტულ ორბიტაზე გამოჩენამ და როგორია გულშემატკივრების დამოკიდებულება მის მიმართ, ჩვენი გამოკითხვა. ხუჩა კვარაცხელია თანამედროვე ფეხბურთში ფენომენალური მოვლენაა და ამით ახლომით და საქართველოში ფეხბურთის ისტორიაში ბოლო დროის განხორციელებით კიდე განსაკუთრებით ჩვენთვის ორმაგ და სამაგ მნიშვნელობას იძენს. ბოლოს უკვე სუპერთასი მოიგო UEFA-ს, უკვე მრავალი ტიტული დაუგროვდა და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული მოქალაქისთვის. გარდა ამისა, ხუჩა არა მხოლოდ წარმატების მაგალითი და სინონიმი გახდა ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებსაც აქამდე თუ პრაგმატული კუთხით უდგებოდნენ და არ იყო პერსპექტივები დიდი, ამ ადამიანმა აბსოლუტურად სრულიად ამოატრიალა საფეხბურთო სამყარო და დღეს ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს იმის შეგრძნება და ჯერა, რომ როგორც ხუჩა თამაშობს დიდ დონეზე, თუ მოინდომებს და იშრომებს, ასე ყველა შეუძლია თამაში და ეგ სტერეოტიპი დაგვიმსხვრია, რომ ფეხბურთში არ გამოგდიოდა არაფერი, ფეხბურთი ჩვენი თამაში არ იყო და ასე შემდეგ. დიახ, ჩვენი თამაშია. გარდა ამისა, ხუჩა კვარაცხელია მთელი ქართველი ერით შეცვალა. ჩვენ გვახსოვს რა ხდებოდა, როდესაც სოფლიოს ევროპის ჩემპიონატზე გავედით შემდეგ ეტაპზე პლეი-ოფში და რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში და როცა მთელ საქართველოს ერთმანეთი უყვარდა და ასე შემდეგ. ეს ამ ადამიანის დიდი წვლილია იმ გუნდთან ერთად, რასაკვირველია, ვინც მათთან ერთად თამაშობენ და საერთოდ კარგი ბიჭები ყავს, კარგი თაობა ყავს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას და ყველას თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადო იმ გაწეული თავდადებისთვის, შრომისთვის, რასაც ისინი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ. კვარაცხელიას გამოჩენამ ძალიან დიდი წარმატებები უნდა მოუტანოს ჩვენ ახალგაზრდობას. რაც კვარაცხელია გამოჩნდა, მის შემდეგ 10 ჯერ მეტად გაიზარდა ბავშვების ინტერესი სპორტისადმი, არა მარტო ფეხბურთს, არამედ ყველა სახეობისადმი, ხელოვნებისადმი, ყველა მიხვდა, საჭიროა არა ნარკომანიისკენ წასვლა და ლოცვისკენ წასვლა, არამედ ივარჯიშე და მიაღწია წარმატებებს და გახდეს მსოფლიოს ცნობილი კაცი. აი ნახეთ, რამხელა დადებით შედეგს მოიტანს კვარაცხელიას წარმატებები. თვითონ კვარაცხელია როგორც პიროვნება მაღალესი ადამიანია. ავისი ბუნებიდან გამომდინარე, არა მარტო სპორტი, ფეხბურთიდან, თვითონ როგორც პიროვნება მშვენიერი ბავშვებისთვის, რო ითქვა მისაბაძი მაგალითია საქართველოში, რომელ ბავშვს კი დაინახა, ყველას კვარაცხელია აწერია და ეგ უკვე დიდი რამეა. თან უკვე გუშინ პირველად საქართველოს ისტორიაში ქართველ ფეხბურთელმა სუპერთასი მოიპოვა. მართალია თვითონ ისე არ იყო გამორჩეული, მაგრამ არა უშავრა ახლა თვითონ გუნდს არ წაუვიდა თამაში, მაგრამ ბოლოში მაინც გაიმარჯვეს. ასე რომ კვარაცხელია კიდევ რაც უფრო მეტი კვარაცხელიები იქნებიან, ეს თვითონ ბავშვებისთვისაც კარგი იქნებოდა ქვეყნისთვისაც. პირველ რიგში ულოცავ თვითონ კვარაცხელიას და საქართველოს ულოცავ. ამის წარმატებებს ძალიან მოხარული ვარ მე და ნამდვილად სამაგალითო, სანიმუშო როგორც ადამიანი, როგორც სპორტსმენი. ეს თავდაბალი სპორტსმენი, აი ჩემი დროიდან მოყოლებული პირველი შემხდა. კვარაცხელია მარტო ფეხბურთელი არ არის კაცო. ეგ არისერიშვილი. აი ჟრუანტელი მივლის რა, მაგრამ თელსოფლიოში გააცნო საქართველოს მთელი იტალია ყვირდა კვარაცხელია, ხა იტალიელო კვარაცხელია, საერთოდ იტალიურად კარგად ლაპარაკობ და იტალიელო კვარაცხელია, ამ ხელა სტადიონი და მე ახლა სადაც გადავიდა, ყველგან ტაში დაუკრეს და ერთი რა კიდე იცი ქრისტიანი კაცია. რა ვიცი, თამაშის ძალზრწინ პირჯვარს იწევს და მაგალითს აძლევს რა მთელ ახალგაზრდობას, მთელ საქართველოს, რომ ეგეთი უნდა იყო ქართველი ადამიანი რა ვიცი. აი ეს მეს რაც შეხო თვითონ პროფესიონალს ახლა ჩემი თვითონ იმათმა შეაფასონ, ვინც მაგაში ძალიან კარგად ერკვევა. მაგრამ იცი რა კაცია რა, მაგარი ქართველი კაცი.